ვიწყოთ მადლობა ღმერთს რომ ჩვენს თვალწინ აშენდა ეს ტაძარი რომელიც ლაზარეს აღდგინების სახელობის არის. აი მე უნდა გავიხსენო ახლა ეს ისტორია როგორ მოხდა, როდესაც იდეა გაჩნდა ზოგადად ამ ტაძრის მშენებლობისა და მე ორიოდე სიტყვით გითხრათ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. გაჩნდა იდეა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ერთი ტაძარი ამაღლება რომელიც იდგა ამ ეზოში გამუდმებულად დატვირთულია და იცით თქვენ კარგად არ მომაყოლებთ ახლა მაგ ამბავს რა საქმითაც არის დატვირთული. რაღაცა სულ იყო საჭიროება ხან წირვა გჭირდება ადამიანს, მეორე აი დღესასწაულზე ორი წირვა არის ხოლმე საჭირო რომ ერთი ღამისთევით იყოს, ერთი დილით იყოს. ვინც მუშაობს რომ ღამისთევაზე შეძლოს თქვა ზიარება და დილით სამსახურში წავიდეს. ეს იდეა კი გაჩნდა, მაგრამ რაღაცა კონკრეტული გეგმა ესეთი ჩამოყალიბებული არ მქონდა, რაღაცა მონახაზები თავში მქონდა და მაშინ იყო ამისი საშუალება მოგეხსენებათ პატრიარქთან უფრო თამამად საუბრობდით და თვითონ ფიზიკურად შეძლების გამო თორე თამამად ახლაც განავინმე დაგვეშლის საუბარს უბრალოდ მისი შეუძლოთ რომ არის რაღაცა ვერიდებით რომ არ შევაწუხოთ. ხო და მივედით უწმინდესთან და ვუთხარი რომ აი ასეთი იდეა მაქვს მეთქი. რაღაცა სადილი იყო პატრიარქთან და ვისხედით ალბათ ერთი ორი კაცი, მეტი არავინ. უწმინდესი იჯდა, მე და მამა დავითი იყო ჭინჭარაური. ხო და ამ სადილობის დროს ვუთხარი რომ თქვენ უწმინდესობა მეთქი, ასეთი იდეა მაქვს მეთქი რომ ტაძარი უნდა აშენდეს, იქ პატარა დამხმარე ტაძარი უნდა იყოს მეთქი, იმიტომ რომ ერთ ტაძარს უჭირს მეთქი ვერ აუდივართ რაღაცა ხან ესე წირვა გჭირდა. ნუ აუხსენი ახლა რასაც თქვენ გიყვებით ყველაფერს. კიო მითხრა, შეიძლებაო, არ არისო ეგო ცუდი აზრიო. და თქვენ როგორ ფიქრობთ მეთქი, ვისი სახელობის უნდა იყოს ეს ტაძარი? ჩაფიქრდა უწმინდესი და არაფერი არ მეპასუხა. და მე მომერიდა კიდე ერთხელ მეკითხა. და გავიდა კარგა ხანი. მე ხა ჩემთვის თავში ვფიქრობ, რომ შეიძლება დაავიწყდა და არაუშავს, მე კიდე შევახსენებ. როცა დრო დადგება ტაძრის მშენებლობისა, ჯერ ხო არ ვიწყებ, ვერ ვიწყებ. როცა დადგება მშენებლობის დრო, მე კიდე მივალ და ვეტყვი, რომ უწმინდესო, აი როგორ რანაირად და მე მეტყვის ალბათ. და გავიდა კარგა ხანი დრო, იმიტომ რომ ამ სადილის მე რაღაც საინფორმაციო ჩავრთეთ, იქ საინფორმაციოს მოусმინა, რაღაც აინტერესებდა. იქ რაღაცა გთხოვა მოგვეძებნა რაღაც გადაცემა, იქ რაღაც აინტერესებდა, მე რაღაც სხვა თემაზე ილაპარაკა. მოკლედ რო არ მოგატყუოთ, ალბათ ერთი ნახევარი საათი მაინც გავიდა იმ სუფრასთან ვისხედით და რომ მორჩა ეს სადილობა, წამოდგა და სამადლობელ ლოცვას ვამბობთ სადილის შემდგომ სამადლობელ ლოცვას და ნუ უნდა შევაცილოთ ახლა თავის ოთახში და უცბად მომეტრიალდა და მეუბნება ასეთ რამეს. ეს ტაძარი უნდა იყოს ლაზარეს აღდგინების სახელობის. მე როგორც გურულს მაშინვე მინდოდა პასუხი ახლა. ვკითხე თუ არა მაშინვე პასუხი უნდა მოეცადა. სულიერი ხალხი ასე მაშინვე პასუხს არ იძლევა ხოლმე. უწმინდესმა დარწმუნებული ვარ ილოცა, უწმინდესმა დარწმუნებული ვარ იფიქრა და ღმერთისგან მიიღო ეს პასუხი. მე თავში სხვა აზრი მქონდა, ვფიქრობდი რომ რადგანაც აქ სასაფლაოა და ყველა სახელის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს დასაფლავებული ამასა ფიქრობდი რომ შეიძლება იყოს ყოველთა წმინდათა ტაძარი, რომ აი რაღაცა ამ წმინდანებმა დაიფარონ. მე რაღაცა კიდე სხვა აზრიც მქონდა, რომ რაღაცა ქართველი წმინდანები, რაღაცა კიდე 1000 ამ სადილის დროს უამრავი აზრი მომივიდა. ვერც ერთი ვერ დაემთხვა, ესე იგი, პატრიარქის აზრს და მან მითხრა საოცარი რამ. ეს უნდა იყოს ლაზარეს აღდგინების ტაძარი, იმიტომ რომ ლაზარეს აღდგინება დღევანდელი დღესასწაული მინდა გითხრათ აღდგომაა. მე შემთხვევით არ გითხარით, როდესაც სახარებას ემთხვეოდით, რომ ქრისტე აღდგა მეთქი. ლაზარეს აღდგინებისა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი ნუგეშიო. ყველა იმ გარდაცვლილის ჭირისუფლისთვისო, ვინც აქ მოვაო, იმიტომ რომ აღდგომა არის ჩვენი ნუგეში. აღდგომა არის ჩვენი გამოხსნა. ჩვენ ძალიან ხშირად არ ვიცით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა რა არის. რა არის სინამდვილეში გამოხსნა? აი დღეს მომიწია რაღაცა ჩაწერაზე ამ თემაზე საუბარი და ერთადერთი ყავს ჩვენ გამომხსნელი. სხვა მეტი გამომხსნელი არ არის. და გამახსენდა იმ გადაცემაში ახლა თუ არ ჩავთვლით მეთქი იმას რომ ბარონ მიუჰაუზენმა თვითონ გადაარჩინა თავის თავი ჭაობში რომ ეფლობოდა თმებში მოკიდა თავის თავს ხელი და ამოვიდა ჭაობი.
ნუ ახლა ეს რო ზღაპარია თქვენც ხო კარგად იცით. მაგრამ არსებობს მეთქი მეორე მეცნიერი, ნიუტონი, რომელიც ამბობს, მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას გადავატრიალებ. აი ესეთი რამ არის ჩვენთვის, ესეთი ვინმეა ჩვენთვის ქრისტე, იმიტომ რომ ის არის მხსნელი. მან გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვის ტყვეობისაგან. მან გაგვათავისუფლა ჩვენ ჯოჯოხეთისგან, იმიტომ რომ ქრისტემდე როგორი მართალი ცხოვრებითაც არ უნდა გეცხოვრა, აუცილებლად ჯოჯოხეთი იყო შენი ხვედრი. იოანე ნათლისმცემელზე, რომელზედაც ამბობს მაცხოვარი, რომ კაცთა შორის არ შობილა ასეთი პიროვნება, ისიც კი ქრისტემდე რო გარდაიცვლება, სად მიდის? ჯოჯოხეთში. თუმცა კი ჯოჯოხეთში არის ეს მდგომარეობა, სადაც ადამიანები, რომლებიც ელიან ქრისტეს, ისინი იმედით არიან, რომ ქრისტე მოვა და გაათავისუფლებს. ამიტომაც მათი ჯოჯოხეთი არ არის ისეთი ტანჯვა, ჯოჯოხეთი ყველა შემთხვევაში ტანჯვაა, მაგრამ როდესაც იმედი გაქვს, მაშინ არ არის ეს ტანჯვა. ხა წარმოვიდგინეთ, რომ რაღაც ადამიანს რო პრობლემა ქონდეს თუნდაც ჯანმრთელობისა, მაგრამ ელოდებოდეს წამალს, რომელიც ზუსტად იცის, რომ უშველის ეხ. მაშინ ხო ამ ავადმყოფობით ნაკლებად იტანჯება. კი შეიძლება ტკივილი აწუხებდეს, მაგრამ იცის, რომ ახლა დღეს თუ არა ხვალ მოვა ეს წამალი და გადაყლაპავს და კარგად გახდება. სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო ჯოჯოხეთში, ვისაც სწამდა და ელოდებოდა ქრისტეს, ის ამ ხრივ იმედით იყო და ნაკლები იყო მისთვის ეს ტანჯვა და ვისაც არ სწამდა და არ სჯეროდა, ბუნებრივია იგივე მდგომარეობაში დარჩებოდა. და ესევე არის დღესაც. არაფერი კი არ შეცვლილა მას შემდგომ. ასე არის ზუსტად, ვისაც სჯერა, რომ ქრისტე გამომხსნელია, ვისაც სჯერა, რომ ღმერთი განკაცდა, ვისაც სჯერა, რომ მკვდრეთით აღდგა ჯვარცმის შემდგომ, მისთვის არის სწორედ გამოხსნა, მისთვის არის სწორედ ამ მორწმუნე ადამიანისთვის არის სწორედ ცათასასუფეველის კარი გახსნილი და როდესაც გვეკითხებიან, რომ როგორ აბა ახლა ღმერთი სასტიკია, რომ ესეთ ადამიანებს დაჟის. ღმერთი კი არ დაჟის, თვითონ ადამიანი აკეთებს ამ არჩევანს, რომ ამ რწმენამდე მე ან მივდივარ, ან უარყოფ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერი ზეციური ამ ქვეყნიურით შეიცნობა. ასე წერს რომელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში, რომელთა მიმართ პირველ თავში პავლე მოციქული, რომ ყველაფერის შეცნობა შესაძლებელია ამ ხილული სამყაროთი, ზეციური სამყაროს შეცნობა არის შესაძლებელი და ძალიან მარტივი მაგალითები შეიძლება ამისთვის იქნას მოყვანილი. მაგალითად, პურის მარცვალს თუ დათესავ ნედლს, იმისგან არაფერი არ ამოვა. ჩალპება ეს მიწაში, მაგრამ როგორც კი მოკვდება პურის მარცვალი და მიწაში ჩათესავ, იქედან ცოცხალი ღერო ამოდის. ღმერთი უამრავ მინიშნებას გაძლევს, რომ დაღამდება სულღამი არ არის და თენდება. ის რომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა პირდაპირ ტროპარშია ნათქვამი, რომ წინასწარ მოასწავა წინასწარ ასწავლა საზოგადოებას საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა რომ იქნება და დასაბამი და პირმშო თვითონ იქნება ამისა. იმიტომ რომ ის აღადგენს პირველ რიგში თავის თავს, აღდგება მკვდრეთით, ამის შემდგომ მოხდება ადამიანი რაღაცნაირად შეიძლება ესე ითქვას სამსულიერ მდგომარეობას სულიერ მდგომარეობას კი არ გადის, უბრალოდ მისი სულის და ხორცის მდგომარეობა ესეთია, რომ როდესაც იბადება, სული და ხორცი ერთად არის, როდესაც გარდაცვალება ხდება, სულის და ხორცის დაშორებაა და მეორედ მოსვლის შემდგომ კვლავ შეერთებაა სულის და ხორცის, ოღონდ განღმრთობილი სხეული მიეცემა მას ისეთი, როგორიც ჰქონდა იესო ქრისტეს აღდგომის შემდგომ. მაგალითად დახშულ კარში რომ შემოდიოდა, მაგალითად სადაც მოუნდებოდა წამიერად რომ იქ ჩნდებოდა. ეხლა ღმერთზე ჩვენ შეგვიძლია იგივე ვთქვათ ასე არის, მაგრამ ადამიანს ექნება ასეთ სხეულს შეიძენს ის და ასეთი განხტობილი სხეულით იქნება ადამიანი და გაბწყინდებიან მართლები, როგორც მზეო პავლე მოციქული ამბობს ამას. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, მორწმუნეთათვის არის გადარჩენა. ადამიანი თუ კი იტყვის, რომ რაში მჭირდება მე რწმენა და მე თვითონ ესე იგი რჯულის შევასრულებ და ზნეობრივად ვიცხოვრებ და კარგი კაცი ვიქნე, როგორი კარგი კაციც არ უნდა იყო, გახსოვთ ფსალმონის სიტყვები, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სწოდოს. რაღაცა ხინჯი რომ არ შემოვიდეს მასში, თუნდაც დაბადებითვენ მიღებული რაღაცა შთამომავლობით ეს ადამიანის მიერ შეცდომილი ბუნება, რომელიც ჩვენზე გადმოდის, აი ამ ცოდვას ვერსად ვერ წაუხვალ, თუნდაც რომ მიდრეკილება გაქვს, გულის თქმა გაქვს, შინაგანი რაღაცა
აი გულიდან ამოსული რაღაც შეიძლება არ ამჟღავნებდე ხმამაღლა და გარეგნულად მართლაც მართალი და პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ თითოეულმა ჩვენგანმა ახლა შინაგან ბუნებას რომ დაინახავ, ხო გაგიელებს თავში რომ სადღაცას შეიძლება შურმა გაკრა, სადღაცას უსიყვარულობამ, სადღაცას განკითხვამ. ეს ცოდვაა და ცოდვა ყველა შემთხვევაში წყევლის ქვეშაა ადამიანი. ამიტომაც სჯულის შესრულებით შესაძლებელი რომ ყოფილიყო ცხონება დაახლოებით ბარონ მიუნჰაუზენზე რო გითხარით, იგივე მდგომარეობა იქნებოდა, რომ ადამიანი თავის თავს თმებში მოკიდებდა ხელს და ჭაობიდან ამოვიდოდა. მაგრამ რადგანაც ეს შეუძლებელი იყო, ამიტომაც განკაცდა ღმერთი, ამიტომაც ეცვა ჯვარს და ამიტომაც აღდგა მკვდრეთით, რომ აღგვადგინოს თითოეული ჩვენგანი ცოდვილები სატანჯველში და მართლები საუკუნო სიხარულში. ამინ. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე ამ ტაძრის ისტორიით დავიწყე და კვლავ მადლობას გადავიხდი, მე გამოჩნდა აი მართლაც უნდა გითხრათ და თქვენ შეიძლება გამოგადგეთ ეს ისტორია, რომ ეს კი მივიღე ხა პატრიარქისგან კურთხევა, მაგრამ ახლა სად უნდა ვიშოვო მე ცემენტი და აგური, რომ დავიწყო მშენებლობა. ხო და რაღაც ესე გამახსენდა, რომ არსებობს ასეთი ფსალმუნი 126 ფსალმუნი, რომელიც იწყება ასე: თუ უფალი არ აშენებს სახლს, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ცუდად მხუმილა ვიცით რა არის ყარაული. ცუდად, ანუ ფუჭია იმ ყარაულის ყარაულობა, თუ უფალი არ იცავს, ანუ თანამედროვე ქართულად ასე ჯობს რომ გითხრათ, იმიტომ რომ გასაგები იყოს თქვენთვის. და დავიწყე ამ ფსალმუნის კითხვა. და ძალიან მალე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე გავაკეთებ ამ საქმეს. მე არც კი შემითავაზებია სხვათა შორის. უბრალოდ შეესწრო, რომ რაღაცა აქ დავდიოდი, ნაბიჯებით ვზომავდი რაღაცეებს და გასაკეთებო მკითხა და რომ უპასუხე, მან გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ეს ყველაფერი, ოღონდ რასაც ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერი. ხატრობით, მშენებლობით, გამშვენებით, რა ვიცი, რასაც ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერი მის დამსახურებაა და მე უნდა გთხოვოთ თქვენს რომ მოიხსენოთ განსაკუთრებულად თქვენს წმინდა ლოცვებში, მონახვთვისა ცოტნე თავისი ოჯახით, მას დედა ყავდა ახალგარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და რაღაცნაირად უნდოდა რომ აი დედის სულის საოხად ესეთი სიწმინდე აშენებულიყო და ამიტომაც მოკლედ ღმერთმა რაღაცა შეისმინა ჩვენი ლოცვა და ეთყობა ესათნობა ამ საქმის გაკეთება და აშენდა ასეთი ტაძარი. ლაზარეს აღდგინების ტაძარი და მფარველი იქნება ჩვენი წმინდა ლაზარე, რომელიც იყო ქრისტეს მეგობარი. ოღონდ საოცარია ეს ისტორიაც, რომ არსად არაფერი არ წერია ამ მეგობრობის შესახებ. სად დამეგობრდნენ, როგორ დამეგობრდნენ, ან რა იყო ეს მეგობრობა, ეხლა თქვათ იქ რაღაცა სუფრასთან დასხდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, სადმე ერთად სეირნობდნენ. არაფერი არ წერია და არც ერთი სიტყვა არ წერია ლაზარემ რომ რამე თქვა. ესეთი უხმო კაცი იყო ეთყობა, მაგრამ ისეთი გული ქონდა და გულთამხილველია სწორედ ჩვენი უფალი, იმიტომ რომ ჩვენი გულის სიღრმეებში ჩახედვა ბოლომდე არ შეგვიძლია. ერთადერთი ვისაც შეუძლია ეს ღმერთია. და რადგანაც ამბობს რომ ლაზარე ჩემმა მეგობარმა დაიძინა და იქ განსაკუთრებულად ხასოსავს მოციქული რომ ლაზარე რომელიც უყვარდა მას, ესე იგი განსაკუთრებული რაღაცა პიროვნება იყო თვითონ ეს ლაზარე. ლაზარე რომ მკვდრეთით აღდგა, ეს არ იყო საბოლოო აღდგომა, როგორც ქრისტე აღდგა ისე. მან ჩვეულის სხეული დაიბრუნა, როგორი სხეული ჩვენ გვაქვს. იმიტომ რომ ლაზარე მერე კიდე გარდაიცვალა. მკვდრეთით რომ აღდგა ლაზარე, გარდამოცემ არსებობს, რომ ის არ ყვებოდა რა ნახა იქ. ის ხომ ჯოჯოხეთში იყო, რა თქმა უნდა. და არ ყვებოდა რა ნახა, მაგრამ ჰქონდა თურმე რაღაცა აი სუნი გამოყოლილი. და ძალიან ეჯავრებოდა თურმე ამისი გახსენება, იმიტომ რომ აი ამ სუნს თურმე ეს მეხსიერებაში ხომ რჩება ჩვენ, ეხლა ყველაფრის მეხსიერება გვაქვს, თვალით რო ნახე, შეხებით რო შეეხე, ხარ კინას რო შეეხე, ცივი იყო ხო და გამახსოვდა როგორი ამ სიცივესთან შეხება. ეხლა თაფლი რო შეჭამე, ხო გახსოვს თაფლის გემო გონებაში. აი ეს სუნიც ქონდა მეხსიერებაში და ამის გამო თურმე ძალიან ცუდად ხდებოდა, როგორც კი ვინმე შეახსენებდა იქ რა ხდებოდა, რაღაცნაირად ეს სუნი წარმოუდგებოდა თვალწინ და სულ ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავსაც, რომ გარდამოცემა არსებობს, რომ მან მკვდრეთით აღდგომის შემდგომ ორჯერ გაიცინა
ერთი, როდესაც უთხრეს, რომ ქრისტე აღდგაო, როდესაც მესამე დღეს ჯვარცმიდან ქრისტე აღდგა და ახარეს ქრისტე აღდგაო, მაშინ გაიცინა გულისხმობს სიხარულის სიცილს და მეორე სადღაცას ბაზარში დაინახა, რომ კაცმა თურმე დოქი მოიპარა. და ესეთი რამ უთქვამს, რომ შეხედეთო, თიხამ მოიპარაო და რაღაცნაირად გასცინები ამ ამბავზე. ესეთი გარდამოცემა არსებობს. არ ვიცი როგორ იყო სინამდვილეში, მაგრამ ასე მოვიდა ჩვენამდე ეს ამბავი. შეგვეციოს მისი წმინდა ლოცვა. 4 დღის მკვდარი ლაზარე. ძალიან ხშირად გავიმეორ, სახარებაში წერია, ყროდისღაო, ევნებიან, აყროლდაო, უკვე აღარ შეიძლება ამ კარის გახსნაო, მაგრამ რა თქმა უნდა, ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია. შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისთვის. ამიტომაც მკვდრეთით აღდგომის მასში არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, იმიტომ რომ თუ კი არ არსებობიდან არსებობაში გამოგიხმო, თუ კი მიწის მტვერისგან მოგზილა და სული შთაგბერა, არც ის არ იქნება პრობლემა, რომ კვლავ აღადგინოს ადამიანის სხეული განღრთობილი იმ ფორმით და შეაერთოს მისი სხეული და მისი სული კვლავ დააბრუნოს ერთმანეთთან და ასე გაგრძელდეს საუკუნო სიცოცხლე. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა.